სამი თვე არა სასამართლო მიმდინარეობს, რომელი მოწმეებიც დაკითხეს, ყველა პოლიციის თანამშრომლები ყველანი იტყუება. არც ერთი არ იძლევა სრულ ინფორმაციას, ეს ერთი. ყველა 10-ვე ბიჭები, ვინც დაკავებულია, ყველა სათითაოდ, როგორც ჩემ შვილზე ვაცხადებ და ვამბობ, ყველა სათითაოდ იმ საღამოს ყველას ჩაუდეს ნარკოტიკები. მე პირადად ჩემ შვილზე ვაცხადებ, რომ არ არის არანაირი ნარკოტიკების მომხმარებელი და თვითონ პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც ჩაუდო ჩემ შვილს, ჩემმა შვილმა პირადად სასამართლოზე ხელი დაადო, რომ შენ ჩამიდევიო, მაგრამ ყველამ უარი განაცხადა, როგორ გეკადრებათ არაო. 4 მაისის სასამართლოს პროცესმა დაგვანახა ჩვენ ის, რომ როგორ უდიერად, როგორ ექცევა და როგორ იქცევიან ჩვენი სამართალდამცავები, ეგრეთ წოდებული ზაზა ლატარია, რომელმაც დედაზე შეაგინა იქით ბრალდებულ ლაშა ჩაჩხუნაშვილს და დავით კუხილავას და როდესაც იქით შეაგინა ბრალდებულმაც აქეთ რა პასუხი გასცა თქვენც მიხვდებოდით გააძევეს ბრალდებული და თვითონ მოწმე ზაზა ლატარიას გინება არავის არ გაუგია და გამოვიდა ისევლე დამნაშავე ჩაჩხუნაშვილი და კუხილავა მე მაინტერესებს უბრალოდ ნუ თუ სამართალი არ არსებობს რომ აი დადგინდეს ნამდვილად საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება. მოწმეების ჩვენება არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ჩატარებულია თითქმის ყველა სახის ექსპერტიზა და არანაირად არ დასტურდება, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები იმხილებოდნენ ამ დანაშაულის ჩადენაში. არ არის არც ნარკოტიკებზე, არც იარაღზე მათი თითის ანაბეჭდები, რაც თავარია ქუთულ სამყაროსთან, სამყაროს წევრებთან მათი კავშირი არანაირად არ დასტურდება. ჩატარებული არის ფონოსკოპიური ექსპერტიზები და ხმა არ არის დამთხვეული და არ არის ისეთი ჩანაწერები, რომელიც ამ ბრალს ამაგრებდეს. შესაბამისად, ყველაფერი ახლა დამოკიდებულია მოსამართლეზე. მოსამართლე გახლავთ ახალბედა, მაგრამ მოსვლის დღიდან დაიმკვიდრა სამართლიანი მოსამართლის სახელი და ნახოთ, რამდენად იქნება ბოლომდე სამართლიანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ოპერაციას სპეცრაზმელების მეშვეობით რომ ჩატარდა სახლებში შენგრევით, შევარდნებით, ამ რამდენად შეძლებს სახელმწიფოს დაპირისპირებას და რამდენად იქნება ობიექტური, ამას გვანახებს საბოლოო განაჩენი და სამართლიანობა იქნება დაცული, თუ კი ამ საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი. მოწმე ჭაჭვამ, რომელსაც მიყავდა საქმე თვითონ ასწავლა, მე რომ ვიციო, რომ ეს არ არის ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი და აქედან გამომდინარე, თუ გამომძიებელმა იცის პრობლემა, რომ არ არის ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი და ამას ბრალს უყენებს 213 სამუხლის პირველ ნაწილით, ეს არის გამომართლებელი. და მე იმედი მაქვს რომ ყველა ის დარღვევები რაც იყო სასამართლოში ჩადილი მოსამართლე ამას გაითვალისწინებს რადგანაც ბატონი შოთაბიჭია ჯებიყვება სასამართლოს როგორც საჭიროა ისე ამუშავდა ძველი ინსტიტუტი წამული ნარკოტიკული ნივთიერების ჩადება რადგან ამ პირველ მუხს ქურდობის ტრადიციის მატარებელს ვერ უმტკიცებენ ამყარებენ იმით რომ ეს ხალხი მაინც უნდა მოხდეს საგანში და ამყარებენ ნარკოტიკის ნივთიერებით ჩადებით რაც საჭიროა ჩაჩხუნაში რომელსაც მე ვიცი ამ ვიცნო ის პიროვნება ვინც შეაუდო დაადო ხელი